ზემოთ არის ფითილიანი თოფი, ქვემოთ არის საათის მექანიზმი. ის არკებუზია ზემოთ. ხო, მაგრამ ფითილიანია. ხო, არკებუზი ფითილიანი და ეს საათიანი სანახავად ვარ მოსული ისე. კი ბატონო. ესე კი ნანახი მაქვს, მაგრამ ეს მომართავდი. ნუ საქართველოში ეს არ გავცელდა, იმიტომ რომ ჩვენ მესაათები და აი ესე ძალიან ძვირი ღიდაო, მე ამაზე და თუნი მაქვს თვითონ აი ეს იარაღი რა. ძალიან ძვირი ხდებოდა, იმიტომ რომ ამას მექანიზმი უნდა რამე რომე და ეხლა ჩვენთან ჭედრები. ჩვენთან უფრო არის აი ეს მიკელეტის ჩახმახი ქვია, ამას გარე ჩახმახები, ესპანეთში არის გარე ჩახმახები და ევროპაში, საფრანგეთში არის შიდა ჩახმახები. ჩვენთან გარე ჩახმახებია, ნუ ძირითადად ჩვენთან რა გვახასიათებს სპილოს ძვალი, ჭრელი ნიკარჩხალი ან კაკალი, იმიტომ რომ ეს ხაზებით ვეფხვის იმას ძალიან და მე ვერცხლი, რა თქმა უნდა და მე მოოქროვება. ძალიან მაგარი თოფებია ეს, საპირისწამლეები აქვს გამოფენილი და აი ეს შალითა არის ძალიან უნიკალური და ლულიდან. კი ბატონო, ლულიდან სატენეო და ბატონო დავით ლულიდან. ამას აქვს კიდე ჩამოსადებები. აი ფეხები. ფეხები. აქეთ ახლა აი აქ კახელია და ქიზიყელი. ახლა ქიზიყი რატოა გამოყოფილი? ქიზიყი არიხთი და გადასახაც უბატონო ადგილი, მაგრამ ძალიან სერიოზული დავალება ქონდათ. საზღვარს იცავდნენ რა. აქტიურად მოუწევს. მათი მაუყავს ვოდბერი კაცო რას. აი ეს არის ახლა რატო უნიკალური? იმიტომ რომ ეს არის დასავლეთ საქართველოს დადიანების ზარბაზნები, ფრანგებმა ჩამოასხეს, ქუთაისესროლის მე ზარბაზნები სავარაუდოდ. მოკლედ აი აქ ხედავთ, აი მეოთხე თოფი არის ძალიან